სულ სხვა თემაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება და გავამახვილებ კიდეც არა, მაგრამ ბოლოს, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე ვიდეობლოგის ჩაწერის თაობაზე შესახებ, ესე ჩამოვსკროლე სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ბოლო ამბები, ბოლო ნიუსები ვნახე. იმ სოციმედიის ერთ გვერდშიც შევიჭრიტე, რომელსაც ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალყურს. ეს არის ალფასი ხშირე და გადავაწყდი ერთ ვიდეოს. მე ტელეფონს არ მოვატრიალებ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, უნდა მენდოთ. არ მოვატრიალებ იმის გამო, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვია ვიდეო კადრში და გარკვეულზე მაღალი ალბათობით YouTube თუ მოახდენს იდენტიფიცირებას, რაც მაღალი ალბათობით ალბათ დაშვებული არ არის YouTube-ის წესებით, შესაძლოა მე დამაჯარიმოს ან გარკვეული რეგულაციები დააწესოს, ამიტომ უნდა მენდოთ, ხმას კი მოგასმენინებთ თქვენის ნებართვით. უსმინეთ. Мама, что будет? Я что будет? Бабуля, что будет? И ты что будет? Напечатаю. მეგონი საკმარისია და ახლა შაგიკითხავთ. გეშინია საჰაერო განგაშის სირენის ყველაფერი კარგადაა, მამა შენთანაა, დედა შენთანაა, მე შენთან ვარ, ბებია და ბაბუაც შენთან არიან. არ შეგეშინდეს პატარა სირენების, უსიამოვნო ხმა კია, მაგრამ მალე დამთავრდება. დაახლოებით 4 წლის ბიჭუნა თავის ახალშობილ დას ალბათ 3 თვისას 4 თვისას მაქსიმუმ უხსნის თუ რა არის საჰაერო განგაში. ესე გვერდზე უწევს, არ გაჩვენებთ და უხსნის. უხსნის და ეუბნება, რომ ესე წერს ალფასი, ხშირად თითქოს ეს ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყოს. მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან ბავშვებიო, ცხოვრები უკრაინელი უკრაინაში ცხოვრები ბავშვებიო და ისინი იძულებულნი არიან, რომ ნაადრევად გაიზარდონ. რუსეთი არის მკვლელი სახელმწიფო, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ეგრა მაგის პასუხია და ბარემამასაც ვიტყვი, 2 კვირაში ზუსტად რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი უკრაინისა ხანგრძლივობით გერმანია საბჭოთა კავშირის ომს გაუთანაბრდება, რომელიც ეს უკანასკნელი 1941-დან 41-ის ივნისიდან 95 წლის მაისამდე 1418 დღე გრძელდებოდა. ეგრეთ წოდებული SVO დღეის მდგომარეობით უკვე 1401 დღეს ითვლის. 1400 დღის განმავლობაში საბჭოთა არმია ბერლინსაც კი მიადგა, ხოლო ამ 1400 და მეტი დღის განმავლობაში პატარა ნაგლეჯს უკრაინისა რუსეთი ვერ იღებს. არა თუ პატარა ნაგლეჯს, ანუ გულისხმობ დონბასს, არამედ ვერ იღებს სულ პატარა პაწაწკინტელა კუპიანსკსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრექია პროტების და სიკვდილის იმპერიის დღევანდელი ლიდერი პუტინი ყოველ 3 დღეში 2-ჯერ ამბობს, რომ აგე კუპიანსკი ავიღეთო და მე ქრებიან ის გენერლები, რომლებიც მას სრულ ანალიზსა და ინფორმაციას აწვდიან ზოგადად უკრაინაში გამარჯვებების და კონკრეტულად კუპიანსკის აღების თაობაზე. სულ სხვა თემაზე გავაგრძელოთ თქვენის ნებართვით. ბიზნე ივანიშვილზე უნდა ვილაპარაკო, თუ არ მიწყეთ ქართული ოცნების მომხრე, თუ არა ხართ მაინც და მაინც აქ შემო ჭყეტილი თუ არ გაქვთ, ისიც დავალებით მაღალი ალბათობით, არ მიწყენს მაყურებელთა დიდი ნაწილი. მე არაერთხელ მიკითხავს და ახლაც გავიმეორებ იმ კითხვას. როგორ გონიათ, რას აკეთებდა ბიზნე ივანიშვილი 1991 წლის მარტის მიწურულს, მაგალითად 27 მარტს, 26 მარტს, მით უფრო 31 მარტს. 27-სა და 26-სა და 27-ში დაფიქრდა თუ არა იმასთან დაკავშირებით, რომ 3-4 დღეში ის უნდა ყოფილიყო საქართველოში, ასულიყო მის მშობლიურ ჭორბილაში, სადაც რამდენარე ჩამოდის, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ საჩხერეში რომ მდინარე ყვირილად ჩამოდის, ეს კი გეცოდინებათ, სადაც ფეხები უთუოდ ჩატყლაპუნებული ექნება ბიზნე ივანიშვილს ბავშვობაში. უნდა ასულიყო სოფელ ჭორბილაში, მოენახულებინა რასაკვირველია მშობლები თუ ორწლიანი მამამისი ცოცხალი იყო იმ ხანად.
და მე მისულიყო იმ ჭორვილაში მაღალი ალბათობით სკოლის ან საბავშვო ბაღის უფრო სკოლის შენობაში, სადაც გახსნილი იქნებოდა საარჩევნო უბანი და უნდა მიეცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის 31 მარტს 91 მეზლისას ვერ გამსახურდია პერსონალურად და ზოგადად იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც რუსებმა გააგდეს 91 მეზლის მიწურულს 92 მეზლის დასაწყისში, ჩაატარა რეფერენდუმი, გამოაცხადა და ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის კითხვა იყო, სარეფერენდუმო კითხვა იყო ამგვარი: თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგეს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. იყო პასუხები ასეთი: დიახ და არა. 99% მოქალაქეებისა, ამომრჩევლისა, გასაკვირველია პასუხი გასცა დადებითი. ბიზნე ივანიშვილი 91 მეზლის მარტის მიწურულს მოსკოვში იმყოფებოდა და უკვე შეულობდა თუ მილიარდებს არა მილიონებს, მაინც ის იყო რაღაც მაფიოზურ კრიმინალურ ბიზნესმენური იმჟამინდელი ბიზნესი რა ვთქვი მე რუსეთისა, რომელიც სხვათა გაუბედურებაზე არის დაფუძნებულ დამყნობილი, მაგრამ მაინც თუ ასე ვთქვათ, კი ბატონო, რაღაც კრიმინალურ მაფიოზურ ბიზნესმენური ჯგუფის სინდიკატის წევრი. მისთვის, ბიზნე ივანიშვილისთვის, რომელიც მილიონებს უკვე აკონტროლებდა, მილიონებს უკვე შოულობდა, არაფერი დიდი საქმე არ იყო, რომ აიღო ერთი ბილეთი, ან სამი ბილეთი, ან რა ვიცი, რამდენი ბილეთის აღებაც მოუნდებოდა იმდენი, ან საერთოდაც დაექირაებინა თვითმფრინავი და ჩარტერული რეისით გადმოფრენილი იყო თბილისში, იქ დახვდებოდა ან დაიხვედრებდა, უფრო ზუსტი რომ იყო, ძალიან მაღალი კლასის თუ მარკის ავტომობილს, მერსედესაც კი მიუხედავად იმისა, რომ იმხანად მერსედესები თუ გერმანული თუ ამერიკული ავტომობილები იშვიათობა იყო ჩვენს ქვეყანასა თუ საბჭოთა საქართველოსა თუ თბილისში, მაგრამ ამას მაინც მოახერხებდა, ვოლგას მაინც გაახერხებდა, შავსა და გრძელს, წასულიყო საჩხერეში, გაეხედა, გაეჩერებინა, გაეხედა ყვირილის სანაპიროებისაკენ, ცხადია, დიდი სანაპირო ამ მდინარეს არ აქვს, მოედინება რა საშუალო სისწრაფით და მე ასულიყო თუ მისულიყო ჭორბილაში მშობლებთან, შესულიყო სახლში, გაიხსენებინა ბავშვობა და იმავე დღეს თუ მეორე დღეს გააჩნია როდის ჩავიდოდა, მისულიყო ხსენებულ სკოლაში და ეთქვა, მოეხაზა, რომ მეც თანახმა ვარ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგეს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეიქმნეს. გააკეთა ეს ივანიშვილმა. დღეს რომ ზრახავს პირებს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ქვეყნისთვის იყო შეცდომები, დგანა არა, მაგრამ მაინც ამ ქვეყნისთვის იყო და არის ბარე 30-35-40 წელიწადია. დღეს რომ აკრიტიკებს და თავი კიტრად რომ მოაქვს, ანუ მათზე უმეტესად, მათზე უკეთესად, მათზე დამასჩორალად. რა გააკეთა? ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ ქვეყნისათვის რა გააკეთა მოკლედ. 90-იანი წლების დასაწყისია. მე გეტყვით რომ არც არაფერი. თუმცა უკვე იმ პერიოდიდან, დაუგვიანდელი პერიოდიდან, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან ჩემი აზრით და ბევრი მეთანხმება ამაში, და მეც ვეთანხმები იმ ბევრს, რუსეთმა დაიწყო ფიქრი იმაზე, ვინ უნდა ყოფილიყო რუსულად ვიტყვი პოსლე შევარდნაძე. რომ არა ვარდების რევოლუცია 2003 წელს ამ თეორიის თანახმად მინისის და ბიზნე ივანიშვილს გიმზადებდა თუ გვიმზადებდა რუსეთი 2003-2004 წლებისათვის. შევარდნაძე 2004-ში თუ არ ვწდები და არ ვწდები, ნამდვილად მიდიოდა. მაგრამ ვარდების რევოლუციამ რუსეთის ეს გეგმები ჩაშალა. და ბიზნე ივანიშვილის საქართველოს სათავეში მოსვლა შესაბამისად 8-9 წლით გადაიდო. უკვე 2011 წლის ოქტომბერში თუ არ ვწდები და არ ვწდები, ბიზნე ივანიშვილის სწორედ რუსეთმა გაააქტიურა და 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნების გზით, დემოკრატიული რევოლუციის გზით თუ გდებოთ ასე ვიტყვი, საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანა ერთი ხანობა, პირველი 2 ან 3 წელიწადი ბიზნე ივანიშვილი თავს იკატუნებდა და გვაჩვენებდა, რომ ვითომ დემოკრატი, ვითომ ლიბერალი, ვითომ მედასავლეთი იყო, მაგრამ რუსეთი არ ჩქარობდა, რომ მისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა, ეს ნიღბის ჩამოხსნა რუსეთმა დაიწყო, მისთვის ნიღბის ჩამოხსნა დაიწყო
2022 წელს განსაკუთრებით, თუმცა მანამდეც 2019-შიც, 18-შიც, 16-შიც კი ბიზინა ივანიშვილი ესე ნელ-ნელა იფხრեց და მეთქი იღავს საკუთარი პირსახიდან. 2022 წელი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა და ახლა მეორე კითხვას დავსვამ. პირველი ხო ის იყო სად იყო 91 წლის მარტის მიწურულს ბიზინა ივანიშვილი და ახლა მეორე კითხვას დავსვამ პრინციპში პასუხგაცემულს თითოეული თქვენგანის მიერ. ივანიშვილს როგორ უნდა რომ დასრულდეს ომი უკრაინაში? ანუ რუსეთის გამარჯვებით თუ უკრაინის გამარჯვებით? არც ერთს ასე მაგალითად ტელეკომპანია იმედში ორ დღეში სამჯერ რომ ხავთ რომელიმე ბანდიტი ივანიშვილის პაჟი, კობახიძე, დინარაძე, პაპუაშვილი, ყაველაშვილი, ვოლსკი, სხვები წულუკიანი, სხვები არც ერთს არ უკითხავს, თუ მაინც და მაინც უკრაინაზე კითხავენ ხოლმე რამეს, კი მაგრამ ბატონო თეა, ბატონო სოზარ, ბატონო გია, ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა თუ ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ გინდათ რომ დასრულდეს ეს ომი? ეს კითხვა არც იმედი ეგრეთ წოდებული ლაივში და არც კიდე სხვა რომელიმე პროპაგანდისტურ გადაცემაში არ ისმის, იმიტომ რომ უკლებლივ ყველა კითხვა და ყველა აქცენტი შეთანხმებულია სუსთან, პარტიასთან, სხვებთან, ანუ ბიზინა ივანიშვილის იღლიის ქვეშ მოქცეულ პირებთან. ბიზინა ივანიშვილთან შესაბამისად, იმიტომ კი არა რომ კითხვებთან დაკავშირებით ივანიშვილი ბანდიტი საქმის კურსშია, მან უბრალოდ იცის, უბრალოდ მისმა პაჟებმა იციან, რას არ უნდა გასცდნენ ჟურნალისტები თუ ჟურნალისტებად წოდებული, ეს კიდევ სხვა თემაა. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ამ 2-3-4 წლის განმავლობაში საოცარ წინააღმდეგობას წააწყდა ქართული საზოგადოების მხრიდან. მან დაინახა, რომ ქართული საზოგადოება მისეული გააზრებით კედელს ეხეთქება დავით და მისეული გააზრებით პირველი 2 წელი მაინც ეგონა, რომ ამ კედელს ქართული საზოგადოება ვერ გაბზარავდა, მაგრამ დიდებული წამები მერაბ კოსტავას ესხები ახლა და დგება და ყოველდღიურად მეორდება მეთქი, ასე ვიტყვი, ჩვენ საზოგადოებაში რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებით და დიდებული წამები მეორდება რა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შეგვიძლია თურმე ამ ქართული ოცნების კედლის გაბზარვა და ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, გაგიკვირდებათ და ვიდრე ეს 1 ან 7 შეხედვით ჩანს. სინამდვილეში ქართული ოცნების ამ და ბიზინა ივანიშვილის ამ პოლიტიკის მიზეზი არის ის ისტერიკა, რომელიც მან დაიმართა, ტანტრუმები, რომლებიც მან დაიმართა სწორედ იმის გამო, რომ ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა დაინახა, შეეჩეხა და ქართული საზოგადოების წინააღმდეგობას ვერაფერი მოუხერხა და ქართულ საზოგადოებას ვერაფერი მოუხერხა. რაც უფრო ჯიუტია ქართული საზოგადოება, მით მეტ შეცდომას უშვებს ბიზინა ივანიშვილი და ეს შეცდომები გაგიკვირდებათ და არამხოლოდ ჩვენს მიერ არის დანახული, ანუ იმ პირების მიერ, რომლებიც ბიზინა ივანიშვილს ეხრახანია ვაკრიტიკებთ, არამედ ამ შეცდომებს და დანაშაულებსაც, ვინიცის დანაშაულებსაც კი ქართული ოცნებისა და პერსონალურად ივანიშვილისა ხედავს ნელ-ნელა, გრძნობს მისი მომხრე ამორჩეველიც, რომელიც მის მიმართ ლოიალური იყო, შესაძლოა ლოიალური ახლაც არის ამორჩეველთა სულ უფრო მცირე ნაწილი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც არასტაბილურობის შემქმნელ ბიზინა ივანიშვილს გადაირჩევს თუ არჩევნები ჩატარდება მაინც და მაინც. მაგრამ რომ არ ჩატარდეს არჩევნები, სულ მინიმუმ ესე ჩუმად შეხვდება იმ რევოლუციურ პროცესებს, რომლებიც გამორიცხული ჩვენს ქვეყანაში სულაც არ არის, სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილის ამ არაადეკვატური ნაბიჯების, ქმედებების გამო. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი არა მომხრეები შესანიშნავად ხვდებიან, რომ ბიზინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ასე მაგალითად განათლების რეფორმა მათ შვილებსაც ან მათაც შეეხებოდა. ისინიც დარჩებიან, გაცილებით უსწავლელები, ვიდრე იქნებოდნენ იმ შემთხვევაშიც კი თუ არაფერს ისწავლიდნენ შედარებით ნორმალური განათლების სისტემის პირობებში. ქართული ოცნების რიგითი მომხრეები, ანუ ამორჩევლები, იმას ხედავენ, რომ აი წელიწადში ერთხელ ან 3 წელიწადში 2-ჯერ თუ მიდიოდნენ იტალიასა თუ ესპანეთსა თუ სხვაგან, ისინიც ვერ წავლენ თუ ბიზინა ივანიშვილმა ეს პოლიტიკა უცხოეთში, ევროპაში, თუ ბიზინა ივანიშვილმა ეს პოლიტიკა არა მარტო გააგრძელა, აგრძელებს, არამედ გაიტანა, იმიტომ რომ ევროპა როცა იქნება მართლა გაჯავრდება არა იმდენად ქართველ ხალხზე, ამდენადაც
de facto ხელისუფლებაზე რა საკვირველია, მაგრამ ქართულ ხალხზე სიტყვის იმ მძიმე სიტყვას უვიზოს შეჩერებას, ანუ რაც ჩვენთვის ცხადია სასიამოვნო არ არის, მაგრამ შეიძლება ესეც სახდელი იყოს, გაგიკვირდებათ და ჩვენ აღვადგენთ უვიზო რეჟიმს ევროპასთან და მივახცევთ უვიზო რეჟიმს შეერთებულ შტატებთან, მაშინათვე როგორც კი ბიზინა ივანიშვილს მოვიცილებთ. ქართული ოცნების რიგითი მომხრეები ხვდებიან, რომ ასე მაგალითად რა დავასახელო ახლა და მაგალითად გიშთა რეესტრს რო გააკეთებს შეშლილთა ფსიქიკური ჭარბთელობის პრობლემის მქონეთა რეესტრს ბიზინა ივანიშვილი გაგიკვირდებათ და მისი მომხრეების ბიზინა ივანიშვილის მომხრეების მოხვდებიან. მე ვიცნობ 64 ფსიქიატრს, რომელიც ამბობს, რომ იცით რა, თუ გასაჯაროებაა მარტო ოპოზიციის ბჭყალებში გიჟებზე კი არ ვილაპარაკებთ ჩვენ, ხო, მაშინ გაგვასაჯაროებინეთ ქართული ოცნების, მათ შორის დეპუტაცია, რომელიც ფსიქი გიჟების ხადი არც ერთი არა ვართ, არც დეპუტატები არ ვაკადრებ, მაგრამ ვისაც აქვს ეს პრობლემები და ვისაც ქართული ოცნება ირიბად გიჟებს უწოდებს პრობლემები და ჩვენ მივმართავთ ფსიქიატრებს და სულაც არ არის ეს სათაკილო ბარემ რომ ვიცოდეთ. ქართული ოცნების ამ უაზრო პოლიტიკის შედეგად ბიზნესი, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები აკონტროლებენ, ის ბიზნესიც კი ქართული ოცნების მომხრეებს რა ბიზნესებიც აქვს, ის ბიზნესიც კი სუსტდება და შეიძლება გაატაკდება კიდეც. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილის პარანოიამ განაპირობა ეს ყველაფერი იმ ბიზინა ივანიშვილისა, რომელიც აქ იგითხარით, რომ დაგვასვეს თავზე ჩვენ 2012 წელს, თუმცა მანამდე აპირებდნენ, მე კიდევ ერთხელ ვიკითხავ ბოდის ვიხდი, სად იყო ივანიშვილი საქართველოსთვის, იყო თუ არა ის 1991 წლის მარტის მიწურულს, ჩამოვიდა თუ არა ჭორბილაში, ჩავიდა თუ არა ჭორბილაში და მოხაზდა თუ არა გვალიწრე პასუხზე დიახ მე მინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა არა ბატონებო არ მოუხაზავს. ახლა მეორე კითხვა გავიმეორებ უბრალოდ ვისკენ არის ბიზინა ივანიშვილი, ვინ უნდა გაიმარჯვოს მისი წარმოდგენით, მისი ფიქრით, მისი ოცნებით უკრაინა-რუსეთის ომში, ვინ უნდა გაიმარჯვოს და აქვს თუ არა ამ ბავშვების მიმართ და სხვა ბავშვების მიმართ ემპათია მას ბიზინა ივანიშვილს. საქმეც ის არის რომ არა აქვს. საქმეც ის არის რომ ბიზინა ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგიც იყო იმ თავითვე და უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგია ამ თავითვე. ანუ ახლა ჩვენს დროებაში. ხო და ვინმე ერთი მიზეზი და მისახელეთ ერთი კირკილა, რატომ უნდა დარჩეს ბიზინა ივანიშვილი გააბემესვის, რასაც მიპასუხებთ, იმიტომ რომ არ მოვიდეს კოლექტიური მიხეილ სააკაშვილი, ვერ მოვა მიხეილ სააკაშვილი. კონკრეტული, ასე გეტყვით, ხელისუფლებაში. ხოლო კოლექტიურად მოვა ყველა ის, ვისაც აირჩევს ქართველი ხალხი დემოკრატიულ არჩევნებში. და მეც მომიწევს შეგუება იმასთან, რომ არჩეულია რომელიმე ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური პარტია ან პარტიათა ერთობა, თუ არჩევნები იქნება დემოკრატიული. ოღონდ მე პერსონალურად რამდენიმე პირობა მაქვს ჩემში მოსაზღვრული რუსები არ უნდა იყვნენ. ან რუსეთის მომხრეები, რომლებიც ხვალარადასეგ საქართველოს ჩაჩეხავენ ზუსტად ისე არა ნაკლებად, ვიდრე ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ მაინც ჩაჩეხავენ. მოკლედ, ქართული ოცნება არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და მის პროქსი პარტიებსაც რასაკვირველია ძალაუფლება არ უნდა გაუნაწილოს არავინ არც არასოდეს. სხვა მხრივ, ჩემი ფავორიტი პარტიები მყავს, ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსებიც მყავს. არ გავამხელცხადია. კოალიციური მთავრობა კი ჩვენი ქვეყნის მიუხედავად იმისა, რომ ნელი იქნება ის ზანტი გარკვეულ შემთხვევებში, გარკვეული გადაწყვეტილებები გაიჭედება ქვეყანაში, რომელშიც მკვეთრი გადაწყვეტილებებია მისაღები. ხო, დროში გაიძელება და გაიჭედება. მე მაინც კოალიციური მთავრობის მომხრე ვარ ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. აქამდე მივგორდებით და ბიზინა ივანიშვილს კი პასუხისგაცემა მოუწევს თავარ კითხვაზე. რა გააკეთა მან აწგარდასვლილი გურანდა-გაბუნიების კოლექტიურად გულისხმობ გურანდა-გაბუნიებისათვის ქთამის მიცემის გარდა არა ეკლესიები ააშენაგანა არა, იქ რამდენიმე თეატრი დააფინანსაგანა არა, მაგრამ ისეთი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არა ჯარიც დააფინანსა და პოლიციასგანა არა, მაგრამ რა გააკეთა იმაზე მეტი დადებითი, რაც გააკეთა უარყოფითი, ანუ ბიზინა ივანიშვილმა ხომ რეალურად დაანგრია ეს ქვეყანა.
და ანგრია და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვლინებას რუსეთს უნდოდა. ჯერ კიდევ 2003 წელს ამ ანალიზით 3-ში 4-ში და 2012 წელს კი ვაგლახთა დაგვასვა დავზე. იფიქრეთ. დამთავრდება უღუნთ ეს თქვენი, ვისაც მაინც და მაინც გიყვართ, ან ეს რო ხაზავთ ხოლმე, თუ წერთ ხოლმე 41. თქვენი ბიძინა ივანიშვილი და ერთად ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ თავისუფალ და რუსეთისაგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელშიც სხვათა შორის შედარებით უკეთესად იქნება სოციალური სამართლიანობის პრინციპი რეალიზებული დაცული. სასამართლო იქნება აგრეთვე. და თუ მომავალი ხელისუფლება არ შექმნის სასამართლოს და კიდე რამდენიმე ფუნდამენტურ რეფორმას არ ჩაატარ-გაატარებს, მომავალ ხელისუფლებასაც მოუწევს წასვლა დემოკრატიული არჩევნების გზით. თქვენ ვისკენ ახართ? რუსეთისკენ თუ უკრაინისკენ? იმ ტროლებს მიმართავ თუ რეალურ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოდ კომენტატორებად იქცევიან ამ ვიდეო ბლოგის ქვეშ, კომენტარებს დაასვამენ, ვიდეო ბლოგს კომენტარებს გააკეთებენ, უფრო ზუსტი, რომ თქვა, ვისკენ ახართ?